ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით, მაესტროსა პირველი სტერეოს ეთერში და გთავაზობთ 25 ოქტომბრის შოუ ბიზნესურ სიახლეებს. თუ გსურთ გაიგოთ, რითი იყო საინტერესო ქართული და უცხოური კულტურული ცხოვრება ამ დროისათვის, მაშინ უყურეთ პროგრამა ინფორმატორს ლაილაისთან ერთად. მაშინ ასე დღეს პროგრამაშია. წიგნის სახლ პარნაში პაატა შამუგიას ლექსების კრებულის პრეზენტაცია შედგა. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ჯერ ნახოთ ჩვენთან მოხდარი საინტერესო სიახლეების შემდეგ კი უცხოეთის სიახლეებსაც გავეცნოთ. მხატვართა კავშირის ორგანიზებით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო როგორც ძველი, ასევე ახალი ნამუშევრები. საერთოდ მუშაობ აღმოსავლურ ნაწარმოებებზე, აღმოსავლურ თემებზე და აღმოსავლურ სიუჟეტებზე. უფრო წარმოდგენილი მაქვს კომპოზიციები, ჰარემები, უდაბნოები და ასე შემდეგ. უფრო კომპოზიცია მიზიდავს უფრო მეტად. და კოლორიტი და ფერი? კოლორიტი ფერი უფრო თბილ ფერებს ვაძლევ უპირატესობას უფრო ჩემთან ახლო, მაგრამ ახალ ნამუშევრებში ცისფერებია მეტი წამოსული. ჩემი ნამუშევრების ახალი სერია არის წარმოდგენილი ანდერსენის მიხედვით მაქვს შესრულებული და რადიკალურად მაქვს ფერი შეცვლილი. არის პასტელის ფერები და უფრო მშვიდი განწყობა. საერთოდ აქამდე უფრო ექსპრესიული და უფრო სხვანაირი მონასმით ვასრულებდი ნამუშევრებს. დღევანდელი გამოფენით ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ფანტასტიკური ახალგაზრდა მხატვრები არიან ჩემ წარმოდგენილი, ნინო არზიანი, ნინო დოლიძე, ბუბა არაბული, რომლითაც მე თვითონ პირადად აღფრთოვანებული ვარ, როგორც კოლეგებით. ახალგაზრდა პოეტმა პაატა შამუგიამ თავისი მესამე წიგნი ლექსების კრებული სახელწოდებით ცოს 24 ოქტომბერს ქართულ საზოგადოებას პარნაში გააცნო. Tots მიყვარს და რეც და მიც მაგრამ ვინმე მოვიდეს და რაღაც უშველოს ამას დასკვნა არ დაეციმა სანამ სამყარო კითხვას დაუსვამ ჩვენივე სურათს ჩვენ ვართ სამყარო და ერთმანეთის ძარღვებში ვბრუნავთ არ გადმახეთქავს სანამდე სისხლი ოთახებს ბორავს ვერ მოგზნობთ მანამ რომ თვით ვართ სისხლი და ერთმანეთის ძარღვებში ვბრუნავთ რიგით მესამე არის, თუმცა ის ორი ბავშვობის ასაკს განეკუთვნება და ჩემთვის არ არის ფასეული. წაიკითხავთ აპრიორ რა აპრილს. იამაყებენ უსათოდ იამაყებენ საუკეთესო ხელოვანს თუ გარდასცეს გრან-პრი. გახსენებ ლოცვას, მე შეგასწავლი ისევ საკუთარ თავში ცოცვას, მინდა დასმინო ქარში, ჩემი სიკვდილის მარში, მე შემოვდივარ შენში და საბოლოოდ ვარში. კომპოზიტორი მიშა ზაქარიაშვილი თავის მეორე ალბომზე მუშაობს. რამდენიმე სიმღერა უკვე ჩაწერილია. ამჟამად კი მაესტროს ხმისჩამწერ სტუდიაში მანანა თოდაძე და მისი ქალიშვილი ლეილა თოდაძე მუშაობენ. ოცნების ფერია, გაშლილი აფრები, ჩვენი სევგველია, დამღერია, ცისფერი. არა, ცისფერი დამღერი. ოცნების ფერია გაშლილი აფრები ჩვენი სევგველიან დამღერიან ცისფერი ტალღები იწერება სიმღერა, ახალი სიმღერა მიშკოს ზაქარიაშვილის ახალი ალბომის. ამ ალბომში შევა როგორც ძველი, ისევე ახალი სიმღერები. ეს გამე ჩვენია მანანა თოდაძე არის ჩემი პროდიუსერი და ვუშევთ ახალ ალბომს. თემურ ციკლაური უკვე ჩავწერე, მამუკაუნაშვილი ჩავწერე, თათარაშვილი ჩავწერე, ეხლა ლეილა, მანანა და კიდე რამოდენიმე მომღერალი არ მინდა წინასწარ სანამ რო ჩავწერ მე რეგეთ. ზეგვადილამდე ზაფხული ბედნიერებით გვავსებს. მინდა გიყვარდე ამას ვინადრე. ვინადრე. დიდი სურვილი გამოთქვეს
ჩემმა მეგობრებმაც სადაც მუშაობ რომ ძალიან კარგი აზრია რომ ესე იგი მიშას ჩაუწეროთ ეს ალბომი დიდი სიხარულით შეხვდნენ ამას და მეც ძალიან გამიხარდა რასაკვირველია. ხო იმიტომ რომ აი მე ხამუშება იცრომელი მოიცა რომელი სეკვასილაზე სეკვადილამდე ზაფხული ბედნიერებით გვავსებს ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.